ჩემი ხელები დღესაც კი ძრწის, როცა ამ სეიფის შესახებ ვფიქრობ, ამბობს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 30 წლის განმავლობაში ინახავდა საიდუმლოს. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი თანამშრომელი პირველად საუბრობს კამერების წინაშე იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით 1991 და 1992 წლების შესახებ. როდესაც ხალხი რიგებში იდგა პურისთვის, როდესაც ქალაქში ტყვიები ისროდა, როდესაც საქართველო იშლებოდა, ვიღაცები ავსებდნენ ჩანთებს ოქროთი და დოლარებით. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? სად წავიდა ეს ფული? და რატომ ინახება ეს საიდუმლო დღემდე? 1991 წლის დეკემბრის 22 დღეს თბილისის ცენტრალურ ბანკში მოხდა რაღაც, რაც არასოდეს უნდა მომხდარიყო. ღამის 2 საათზე, როდესაც ქალაქი იძინებდა, სამი მანქანა შევიდა ბანკის შიდა ეზოში. არანაირი ოფიციალური დოკუმენტი, არანაირი ხელმოწერა, არანაირი ოქმი. მხოლოდ 5 კაცი სპეციალური გასაღებებით და ბრძანება ზემოდან. ისინი გახსნიდნენ სეიფებს, რომლებშიც ინახებოდა საქართველოს ოქროს მარაგი. ის ოქრო, რომელიც უნდა ყოფილიყო ხალხის საკუთრება. ის ოქრო, რომელზეც აშენდებოდა ახალი სახელმწიფოს ეკონომიკა. მაგრამ იმ ღამით ეს ოქრო გაქრა. და მასთან ერთად გაქრა საქართველოს მომავალი. ვინ იყო ეს 5 კაცი? რა უფლებით შევიდნენ ისინი ბანკში? ვის ბრძანებით მოქმედებდნენ? ყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც იმ ღამეს იყო დეჟურაში, ახლა პირველად საუბრობს. მე მითხრეს, რომ ეს არის სახელმწიფო ოპერაცია. რომ ოქრო გადაჰქონდათ უსაფრთხო ადგილას, რადგან იწყებოდა ომი. მაგრამ რატომ არ იყო არანაირი დოკუმენტი? რატომ არ იყო ოფიციალური ბრძანება? და რატომ 30 წლის შემდეგ ამ ოქროს კვალი დღემდე არ მოიძებნება? ეს კითხვები აწუხებს მას დღემდე. ეს კითხვები აწუხებს მთელ საქართველოს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იმ ღამის შემდეგ ბანკიდან გაქრა არა მხოლოდ ოქრო. გაქრა დოკუმენტები, გაქრა ჩანაწერები, გაქრა ყველა მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენი ოქრო ინახებოდა საერთოდ. როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა 1992 წელს, მათ სცადეს გამოძიება. მაგრამ ყველა კვალი იყო წაშლილი. ყველა მოწმე იყო გაქრული ან უარს ამბობდა ლაპარაკზე. ყველა დოკუმენტი იყო განადგურებული. ვინ ჰქონდა ასეთი ძალა? ვინ შეეძლო ასე სრულყოფილად წაეშალა კვალი? და რატომ არავინ არ დაისაჯა? 1991 წლის ბოლოს საქართველო იყო ქაოსში. სვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი, მაგრამ მისი ხელისუფლება იშლებოდა. ქუჩებში იყო საპროტესტო აქციები, შენობებში იყო შეიარაღებული ჯგუფები, ქალაქში იწყებოდა სროლა. ამ ქაოსში ვიღაცებმა დაინახეს შესაძლებლობა. შესაძლებლობა, რომ აიღონ ის, რაც არ ეკუთვნოდათ. შესაძლებლობა, რომ გამდიდრდნენ, სანამ ქვეყანა იღუპებოდა. და ისინი გამოიყენეს ეს შესაძლებლობა სრულად. თენგიზ სიგვა იყო პრემიერ-მინისტრი. ჯაბა იოსელიანი იყო მხედრიონის ლიდერი. თენგიზ კიტოვანი იყო ეროვნული გვარდიის მეთაური. ეს სამი კაცი აკონტროლებდნენ საქართველოს იმ პერიოდში. მათ ხელში იყო ძალა, მათ ხელში იყო იარაღი, მათ ხელში იყო ხელისუფლება. და მათ ხელში აღმოჩნდა საქართველოს ოქრო. მაგრამ რა მოხდა ამ ოქროსთან? სად წავიდა ის? და რატომ, როდესაც ხალხი კვდებოდა შიმშილისგან, ეს კაცები ცხოვრობდნენ როგორც მეფეები? 1991 წლის დეკემბრის 23 დღეს თბილისში დაიწყო ის, რასაც მოგვიანებით უწოდებდნენ სამოქალაქო ომს. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ომი. ეს იყო ომი ხელისუფლებისთვის, ომი ფულისთვის, ომი საქართველოს მომავლისთვის. სვიად გამსახურდიას ეწინააღმდეგებოდნენ ყოფილი მისი მოკავშირეები, ახლა მისი მტრები. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია იყო დიქტატორი, რომ ის ანადგურებდა დემოკრატიას, რომ ის უნდა წასულიყო. მაგრამ რეალურად რისთვის იბრძოდნენ ისინი? იმ დღეებში, როდესაც ტყვიები ისროდა რუსთაველის გამზირზე, როდესაც ტანკები შედიოდნენ ქალაქში, როდესაც ხალხი იმალებოდა სარდაფებში, ვიღაცები ახორციელებდნენ სხვა ოპერაციას. ოპერაციას, რომელიც იყო ბევრად უფრო მომგებიანი ვიდრე ომი. ისინი ცარიელებდნენ ბანკებს, ცარიელებდნენ სახელმწიფო საწყობებს, ცარიელებდნენ ყველაფერს, რაც ღირებულება ჰქონდა. და ყველაზე ძვირფასი იყო ოქრო. ყოფილი ბანკის თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ცენტრალურ ბანკში, იხსენებს იმ დღეებს შიშით. ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც ხდებოდა.
ვხედავდით, როგორ მოდიოდნენ კაცები სპეციალური უფლებებით. როგორ გადიოდნენ სეიფებში. როგორ გადიოდნენ ჩანთებით, რომლებიც ძალიან მძიმე იყო. მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვეძლო. თუ ვიღაცას ჰქონდა კითხვა, მას ეუბნებოდნენ, ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება. ან უარესი, მას ემუქრებოდნენ. ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა სამსახური იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვკითხულობდით. ზოგიერთმა დაკარგა უფრო მეტი, რას ნიშნავდა დაკარგა უფრო მეტი? ეს კითხვა რჩება უპასუხოდ. მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე ბანკის თანამშრომელი, რომლებიც იმ პერიოდში მუშაობდნენ, გაქრნენ. ზოგი წავიდა ქვეყნიდან, ზოგი უბრალოდ გაჩერდა სამსახურში გამოსვლა, ზოგი მოკვდა საეჭვო გარემოებებში. ოფიციალურად ეს იყო უბედური შემთხვევები. მაგრამ ყველა, ვინც იმ პერიოდში მუშაობდა ბანკში, იცის, ეს არ იყო შემთხვევა. ეს იყო გაფრთხილება. გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ძალიან ბევრს იცოდა. დეკემბრის 25 დღეს, როდესაც ომი თბილისში მწვერვალს მიაღწია, მოხდა რაღაც უჩვეულო. 3 სატვირთო მანქანა გავიდა ქალაქიდან. ისინი მიდიოდნენ დასავლეთისკენ, რუსთავის გზით. მანქანებს ახლდა შეიარაღებული ჯგუფი. არავინ შეაჩერა მათ, არავინ შეამოწმა, რა იყო მანქანებში. ისინი გაიარეს ყველა საკონტროლო პუნქტი პრობლემების გარეშე. როგორ? ვის ბრძანებით? და რა იყო იმ მანქანებში? მოწმე, რომელიც იმ დღეს მუშაობდა ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე, იხსენებს, მე მითხრეს, რომ ეს არის სამხედრო ტვირთი. რომ არ უნდა შემეხო. მაგრამ მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო სწორი. სამხედრო ტვირთი არ მიდის 3 სატვირთო მანქანით. სამხედრო ტვირთს არ ახლავს ასეთი დაცვა. და სამხედრო ტვირთი არ მიდის დასავლეთისკენ, როდესაც ომი არის აღმოსავლეთში, თბილისში, მაგრამ მან არაფერი თქვა. მან გაატარა მანქანები. რადგან იცოდა, თუ არ გაატარებდა, მას თავად მოუკლავდნენ. სად წავიდნენ ეს მანქანები? ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ისინი წავიდნენ ბათუმში. სხვები ამბობენ, რომ ისინი გადაკვეთეს საზღვარი თურქეთში. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ისინი დაბრუნდნენ თბილისში, მაგრამ უკვე ცარიელი. რა იყო მათში? ოფიციალური ვერსიით, არაფერი. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი ამ მანქანების შესახებ. არ არსებობს არანაირი ჩანაწერი. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. მაგრამ ხალხი იცის. ხალხი ყოველთვის იცის. და ხალხი ამბობს, იმ მანქანებში იყო საქართველოს ოქრო. თენგიზ სიგვა იყო ადამიანი, რომელსაც ყველა ენდობოდა. ის იყო ინტელექტუალი, ეკონომისტი, ადამიანი, რომელიც საუბრობდა დასავლურ ენებზე და ესაუბრებოდა დასავლურ ლიდერებს. როდესაც 1991 წლის ნოემბერში მან გახდა პრემიერ-მინისტრი, ბევრმა იფიქრა, საქართველოს აქვს შანსი. შანსი, რომ გახდეს ნორმალური, ევროპული ქვეყანა. მაგრამ რამდენიმე თვეში ეს იმედი გაქრა. და მასთან ერთად გაქრა საქართველოს ფული. სიგვა იყო პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 4 თვის განმავლობაში. მაგრამ ამ 4 თვეში საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალა. ოფიციალურად ეს იყო იმიტომ, რომ იყო ომი, იყო ბლოკადა, იყო ქაოსი. მაგრამ რეალურად რა ხდებოდა? სად მიდიოდა ფული? სად მიდიოდა ოქრო? და რატომ, როდესაც სიგვა წავიდა თანამდებობიდან 1992 წლის მარტში, მან დატოვა ქვეყანა სრულიად გაკოტრებული. ყოფილი თანამშრომელი მთავრობაში, რომელიც მუშაობდა სიგვასთან, იხსენებს, თენგიზ იყო ძალიან ჭკვიანი კაცი. ძალიან განათლებული. მაგრამ ის ასევე იყო ძალიან ამბიციური. და ის იყო გარემოცული ადამიანებით, რომლებიც არ იყვნენ ისეთი პრინციპული, როგორც ის. ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, ეს იყო კაცები, რომლებსაც სჭირდებოდათ ფული. ბევრი ფული. და ისინი იყენებდნენ სიგვას როგორც ფასადს. როგორც ადამიანს, რომელიც ლეგიტიმურობას აძლევდა მათ მოქმედებებს, მაგრამ რამდენად უდანაშაულო იყო სიგვა. ის იყო პრემიერ-მინისტრი. ის ხელმოწერდა დოკუმენტებს. ის იღებდა გადაწყვეტილებებს. მას ჰქონდა ძალა შეაჩერებინა ის, რაც ხდებოდა. მაგრამ მან არ შეაჩერა. რატომ? იყო ის უბრალოდ სუსტი? თუ იყო ის თანამონაწილე? თუ იყო ის თავად ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? 1992 წლის იანვარში, როდესაც ომი თბილისში გრძელდებოდა, სიგვამ გამართა პრესკონფერენცია. მან განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა არის სტაბილური, რომ ქვეყანას აქვს საკმარისი რეზერვები, რომ ხალხმა არ უნდა ინერვიულოს.
მაგრამ იმავე დროს ხალხი იდგა რიგებში პურისთვის. ხალხი არ ჰქონდა ელექტროენერგია. ხალხი არ ჰქონდა გათბობა. ხალხი კვდებოდა შიმშილისგან და სიცივისგან. სად იყო ეს საკმარისი რეზერვები? სად იყო ეს სტაბილური ეკონომიკა? ჟურნალისტმა, რომელიც იმ პრესკონფერენციაზე იყო, იხსენებს, მე ვკითხე სიგუას, სად არის ოქრო? სად არის ის რეზერვები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ? მან მითხრა, რომ ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება. რომ ის არ შეიძლება გამჟღავნდეს უსაფრთხოების მიზეზების გამო. მაგრამ მე ვიცოდი, ეს იყო ტყუილი. არ არსებობდა არანაირი ოქრო. არ არსებობდა არანაირი რეზერვები. ყველაფერი უკვე იყო გატანილი. ყველაფერი უკვე იყო გაყიდული. ყველაფერი უკვე იყო ვიღაცის ჯიბეში, მაგრამ ვის ჯიბეში? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ არის. ზოგიერთი ამბობს, რომ ფული წავიდა იოსელიანთან. სხვები ამბობენ, რომ ფული წავიდა კიტოვანთან. კიდევ სხვები ამბობენ, რომ ფული გაიყო მათ შორის. მაგრამ ყველა თანხმდება ერთში, სიგუამ იცოდა. სიგუამ ხელი მოაწერა. სიგუამ დაუშვა. და სიგუა არასოდეს არ დასჯილა. თენგიზ კიტოვანი იყო სხვა ტიპის კაცი. ის არ იყო ინტელექტუალი. ის არ იყო პოლიტიკოსი. ის იყო სამხედრო კაცი, რომელიც მოქმედებდა, არ საუბრობდა. როდესაც 1991 წლის ბოლოს დაიწყო ომი თბილისში, კიტოვანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მისი ეროვნული გვარდია იყო ძალა, რომელმაც დაამარცხა გამსახურდია. მაგრამ რა ფასად მოვიდა ეს გამარჯვება? კიტოვანის ადამიანები აკონტროლებდნენ ქალაქს. ისინი აკონტროლებდნენ საკონტროლო პუნქტებს, აკონტროლებდნენ შენობებს, აკონტროლებდნენ ბანკებს. და ისინი იყენებდნენ ამ კონტროლს. იყენებდნენ არა მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის, არამედ პირადი გამდიდრებისთვის. ყველა, ვინც იმ პერიოდში ცხოვრობდა თბილისში, იცის, კიტოვანის ადამიანები იყვნენ ყველგან. და სადაც ისინი იყვნენ, იქ ქრებოდა ფასეულობები. ყოფილი გვარდიელი, რომელიც მსახურობდა კიტოვანთან, ახლა საუბრობს პირველად. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს თავისუფლებისთვის. რომ ჩვენ ვიბრძოდით დემოკრატიისთვის. მაგრამ რეალურად ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ვიღაცებმა გამდიდრდნენ. მე ვიცოდი, რომ ჩვენი მეთაურები იღებდნენ ფულს. ბევრ ფულს. მე ვხედავდი, როგორ ცვლიდნენ ისინი მანქანებს, როგორ ცვლიდნენ ისინი სახლებს, როგორ ცხოვრობდნენ ისინი, სანამ ჩვენ კვდებოდით ფრონტზე. მაგრამ მე არაფერი შემეძლო. თუ ვიღაცას ჰქონდა კითხვა, მას ესროდნენ. არა მტერი, არამედ საკუთარი, ეს არის საშინელი ობიექტური რეალობა იმ პერიოდის. ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ერთმანეთის გვერდით, კვდებოდნენ არა მხოლოდ მტრის ტყვიებისგან, არამედ საკუთარი მეთაურების ბრძანებით. რატომ? რადგან ისინი იცოდნენ ძალიან ბევრი. რადგან ისინი ხედავდნენ ძალიან ბევრს. რადგან ისინი იყვნენ საფრთხე იმათთვის, ვინც იპარავდა ფულს. დეკემბრის 27 დღეს კიტოვანის ადამიანებმა შეიჭრნენ ერთ-ერთ სახელმწიფო საწყობში. ოფიციალურად ისინი ეძებდნენ იარაღს. მაგრამ მოწმეები ამბობენ, რომ ისინი გაიტანეს არა მხოლოდ იარაღი. ისინი გაიტანეს ყველაფერი, რაც ღირებულება ჰქონდა. ელექტრონიკა, ოქრო, ძვირფასი ქვები, ანტიკვარიატი. ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაყიდულიყო. და ყველაფერი გაიყიდა. სად გაიყიდა? ვის? რა ფასად? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე თვის შემდეგ კიტოვანი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი საქართველოში. მას ჰქონდა ბიზნესები, ჰქონდა უძრავი ქონება, ჰქონდა ყველაფერი. როგორ? სად მოიპოვა ის ეს ფული? ოფიციალური ვერსიით, ის იყო წარმატებული ბიზნესმენი. მაგრამ ყველა იცის, ის იყო წარმატებული ქურდი. ქურდი, რომელმაც მოიპარა მთელი ქვეყანა. მაგრამ კიტოვანი არ იყო მარტო. ის იყო ნაწილი სისტემისა. სისტემისა, რომელიც აშენდა იმისთვის, რომ მოეპარა საქართველო. სისტემისა, რომელშიც თითოეულ კაცს ჰქონდა თავისი როლი. სიგუა იყო ფასადი, ლეგიტიმური სახე. იოსელიანი იყო იდეოლოგი, კაცი, რომელიც ამართლებდა ყველაფერს. კიტოვანი იყო აღმასრულებელი, კაცი, რომელიც აკეთებდა ბინძურ საქმეს. და ერთად ისინი შექმნეს იდეალური მანქანა ქურდობისთვის. რამდენი ფული მოიპარეს ისინი? არავინ იცის ზუსტად.
ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს იყო ასობით მილიონი დოლარი. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო მილიარდები. მაგრამ რიცხვები არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ სანამ ისინი იპარავდნენ, ხალხი კვდებოდა. ხალხი კვდებოდა შიმშილისგან, კვდებოდა სიცივისგან, კვდებოდა ომში. და ამ სიკვდილის ფონზე ვიღაცები ავსებდნენ თავიანთ ჯიბეებს. ეს არის დანაშაული, რომელსაც არასოდეს არ გამოუძიებიათ. ეს არის დანაშაული, რომელსაც არასოდეს არ დაურსჯიათ. ეს არის დანაშაული, რომელიც დღემდე აწუხებს საქართველოს. წარმოიდგინეთ დოკუმენტი, რომელიც არასოდეს არ უნდა არსებულიყო. დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერილია 3 ხელმოწერა და რომელიც ადასტურებს ოქროს გადატანას უსაფრთხო ადგილას. მაგრამ რა არის ეს უსაფრთხო ადგილი? რატომ არ არის მითითებული მისამართი? რატომ არ არის მითითებული რაოდენობა? და რატომ 30 წლის შემდეგ ეს დოკუმენტი გამოჩნდა ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის პირად არქივში? ის ინახავდა ამ ქაღალდს 3 ათწლეულის განმავლობაში, იცოდა, რომ ეს იყო მისი სიცოცხლის დაზღვევა. თუ მე რამე მომხდებოდა, ეს დოკუმენტი უნდა გამხდარიყო საჯარო, ამბობს ის დღეს. მაგრამ რატომ გადაწყვიტა ის ახლა ლაპარაკი? რას ელის ის? და რას ამბობს ეს დოკუმენტი რეალურად? 1992 წლის იანვრის მე-15 დღეს, როდესაც ომი თბილისში დასრულდა, ახალმა ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური კომისია. ამ კომისიის მიზანი იყო გამოეძიებინა, რა მოხდა ქვეყნის ფინანსებთან. სად წავიდა ფული, სად წავიდა ოქრო, ვინ იყო პასუხისმგებელი? კომისიაში შედიოდნენ 6 ადამიანი, ეკონომისტები, იურისტები, ყოფილი ბანკის თანამშრომლები. ისინი მუშაობდნენ 2 თვის განმავლობაში. ისინი ეძებდნენ დოკუმენტებს, ესაუბრებოდნენ მოწმეებს, აგროვებდნენ მტკიცებულებებს. და ისინი იპოვეს რაღაც, რაც არ უნდა ეპოვათ. კომისიის წევრი, რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ, პირველად საუბრობს იმაზე, რაც მათ იპოვეს. ჩვენ ვიპოვეთ ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ დეკემბრის 22 დღიდან იანვრის მე-10 დღემდე ცენტრალური ბანკიდან გატანილი იქნა ოქრო და ვალუტა საერთო ღირებულებით 290 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს იყო უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის. ეს იყო თითქმის მთელი საქართველოს ოქროს მარაგი. მაგრამ როდესაც ჩვენ შევეცადეთ გაგვეგო, სად წავიდა ეს ოქრო, ყველა კვალი იყო წაშლილი. ყველა დოკუმენტი, რომელიც უნდა არსებულიყო, არ არსებობდა. ყველა ადამიანი, რომელიც უნდა ეცოდინა, ან უარს ამბობდა ლაპარაკზე, ან იყო გაქრული, რას ნიშნავს იყო გაქრული. კომისიის წევრი აგრძელებს, ჩვენ გვინდოდა გაგვესაუბრებინა 5 ადამიანი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები ოქროს გადატანაში. 2 მათგანი წავიდა ქვეყნიდან ომის დროს და არასოდეს დაბრუნებულა. 1 მოკვდა ავტოკატასტროფაში იანვრის ბოლოს. 1 მოკვდა გულის შეტევით თებერვალში. და 1 უბრალოდ გაქრა, მისი ოჯახი დღემდე არ იცის, სად არის ის 5 ადამიანი, 5 სხვადასხვა ბედი. მაგრამ ყველა მათგანი იყო დაკავშირებული ერთ საერთო საიდუმლოებასთან. და ყველა მათგანი გაჩუმდა სამუდამოდ. კომისიამ მუშაობა გააგრძელა. ისინი ვერ იპოვეს ოქრო, მაგრამ იპოვეს რაღაც სხვა. იპოვეს ბანკის შიდა ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ოქროს გადატანამდე რამდენიმე დღით ადრე, ბანკში შემოვიდნენ 3 ადამიანი. ისინი მოითხოვეს წვდომა სეიფებზე. მათ ჰქონდათ სპეციალური უფლებამოსილება ხელმოწერილი პრემიერ-მინისტრის მიერ. ისინი გაატარეს სეიფებში 2 საათის განმავლობაში. რა აკეთებდნენ ისინი იქ? რას ეძებდნენ? რას ითვლიდნენ? ბანკის თანამშრომლებს არ ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ. მათ მხოლოდ ელოდნენ გარეთ. და როდესაც ეს 3 კაცი გამოვიდა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, მათ ჰქონდათ ჩანაწერები. დიდი რვეული, სავსე ციფრებით. ვინ იყვნენ ეს 3 კაცი? კომისიამ სცადა გაერკვია. ერთი იყო ბანკის უსაფრთხოების უფროსი, ის მოკვდა 1992 წლის მარტში. მეორე იყო სამხედრო, ის წავიდა რუსეთში და არასოდეს დაბრუნებულა. მესამე იყო ადამიანი, რომლის სახელიც არ ჩანს არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. მხოლოდ ინიციალები, TRIKD200, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს 1000 სახელს. მაგრამ ყველა ვინც იმ პერიოდში მუშაობდა, იცის, ეს იყო თენგიზ კიტოვანი. ის პირადად მოვიდა ბანკში. ის პირადად შეამოწმა სეიფები. ის პირადად დაწერა ის ციფრები, რომლებიც მოგვიანებით გახდა საფუძველი ყველაზე დიდი ქურდობისთვის საქართველოს ისტორიაში. კომისიამ შეადგინა ანგარიში. 290 გვერდი, სავსე ფაქტებით, ციფრებით, მოწმეთა ჩვენებებით.
ანგარიში, რომელიც ადასტურებდა საქართველოს ოქრო მოიპარეს. მოიპარეს ორგანიზებულად, მოიპარეს სისტემატურად, მოიპარეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც უნდა დაეცვათ ის. ანგარიში წარედგინა პარლამენტს 1992 წლის აპრილში. და შემდეგ არაფერი. ანგარიში დაიკარგა. ოფიციალურად ის არასოდეს არ განხილულა. ოფიციალურად ის არასოდეს არ გამოქვეყნებულა. ოფიციალურად ის არ არსებობს. მაგრამ კომისიის წევრებმა შეინარჩუნეს ასლები. და ეს ასლები დღეს გვიამბობს სიმართლეს, რომელსაც ხელისუფლება არ სურდა გაეგო. რა ხდება, როდესაც კაცი, რომელსაც აქვს ძალა მთელი ქვეყნის გასაკონტროლებლად, იწყებს ფულის დაკარგვას? არა პოლიტიკური ძალის, არამედ ფიზიკური ძალის. თენგიზ სიგუას პირადი ექიმი, რომელიც მუშაობდა მასთან 1991 წლის ბოლოდან, ინახავს სამედიცინო ჩანაწერებს. ჩანაწერებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამხდარიყო საჯარო. ჩანაწერებს, რომლებში ჩანს სიგუა იყო ავად. ძალიან ავად. მას ჰქონდა მაღალი წნევა, ჰქონდა გულის პრობლემები, ჰქონდა ნერვული აშლილობა. და ყველაზე მთავარი, მას ჰქონდა რაღაც, რაც ექიმმა ჩაწერა როგორც პარანოიული მდგომარეობა. სიგუა ეშინოდა. ეშინოდა თავისი პარტნიორებისა, ეშინოდა თავისი მტრებისა, ეშინოდა საკუთარი ჩრდილისა. და ეს შიში აიძულებდა მას მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეცვლიდა საქართველოს ბედს. ექიმი, რომელიც ახლა ცხოვრობს გერმანიაში, საუბრობს პირველად. მე ვხედავდი, როგორ იცვლებოდა თენგიზი. როდესაც ის გახდა პრემიერ-მინისტრი, ის იყო ენერგიული, ოპტიმისტური, სავსე იდეებით. მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ ის გახდა სხვა ადამიანი. ის არ იძინებდა ღამით. ის იღებდა ძლიერ მედიკამენტებს. ის ამბობდა, რომ ვიღაცები აკვირდებიან მას, რომ ვიღაცები გეგმავენ მის მოკვლას. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო სტრესი, ომის შედეგი. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, ის იცოდა რაღაც. ის იცოდა, რომ ის აკეთებდა რაღაც, რაც არ უნდა აეკეთებინა. და ეს ცოდნა კლავდა მას შიგნიდან. სამედიცინო ჩანაწერები აჩვენებს, რომ დეკემბრის 25 დღეს სიგუას ჰქონდა მძიმე ნერვული შეტევა. მისი წნევა იყო 180-100-ზე. მისი გული ცემდა 130 დარტყმით წუთში. ექიმმა მას გაუკეთა ინექცია, რომ დაამშვიდებინა. მაგრამ სიგუა არ მშვიდდებოდა. ის მეორდებოდა ერთსა და იმავეს, ისინი მომკლავენ. ისინი აუცილებლად მომკლავენ. მე ვიცი ძალიან ბევრი, ვინ იყოს ისინი. რას იცოდა სიგუა? და რატომ ეშინოდა მას იმდენად, რომ მისი სხეული ფიზიკურად იშლებოდა? ექიმი აგრძელებს, იანვრის დასაწყისში თენგიზმა მითხოვა, რომ მომემზადებინა დოკუმენტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ის თქვა, რომ შესაძლოა მას დასჭირდეს წასვლა საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. მე დავწერე ანგარიში, სადაც მითითებული იყო მისი ყველა დიაგნოზი. მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ეს დოკუმენტი გამოიყენებოდა არა მკურნალობისთვის, არამედ გაქცევისთვის. რამდენიმე კვირის შემდეგ სიგუა გადადგა თანამდებობიდან. ოფიციალურად ჯანმრთელობის მიზეზების გამო. მაგრამ რეალურად, რადგან მან იცოდა, რომ მალე ყველაფერი გამოვიდოდა. და ის არ სურდა იყოს იქ, როდესაც ეს მოხდებოდა, მაგრამ რა უნდა გამოსულიყო? რა იცოდა სიგუამ? სამედიცინო ჩანაწერებში არის ერთი საინტერესო დეტალი. იანვრის მე-12 დღეს სიგუამ ჰკითხა ექიმს, რამდენი ხანი შეუძლია ადამიანს იცხოვროს მძიმე სტრესის პირობებში. ექიმმა უპასუხა, დამოკიდებულია ადამიანზე, მაგრამ ჩვეულებრივ რამდენიმე წელი. სიგუამ თქვა, მე არ მაქვს რამდენიმე წელი. მე მაქვს რამდენიმე თვე. მაქსიმუმ, რას გულისხმობდა ის. იცოდა თუ არა ის, რომ მალე დაიწყებოდა გამოძიება. იცოდა თუ არა ის, რომ მალე ყველა საიდუმლოება გახდებოდა საჯარო. თუ იცოდა ის, რომ მისი პარტნიორები გეგმავდნენ მის მოშორებას. 1992 წლის მარტში სიგუა გადადგა თანამდებობიდან. ის წავიდა საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. ის დარჩა იქ რამდენიმე თვის განმავლობაში. და როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში, ის იყო სხვა ადამიანი. ის აღარ საუბრობდა პოლიტიკაზე. ის აღარ საუბრობდა ეკონომიკაზე. ის აღარ საუბრობდა იმაზე, რაც მოხდა 1991 და 1992 წლებში. ის იყო ჩუმი. და ეს ჩუმობა იყო ყველაზე ხმამაღალი აღიარება. ექიმი ამთავრებს, მე ვიცი, რომ თენგიზი იყო ავად.
მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ მისი ყველაზე დიდი ავადმყოფობა არ იყო ფიზიკური. ის იყო მორალური. ის იცოდა, რომ მან ღალატი მიუძღვნა თავის ქვეყანას. ის იცოდა, რომ მან დაუშვა ის, რაც არასოდეს არ უნდა დაშვებულიყო. და ეს ცოდნა კლავდა მას ყოველ დღე. ის ცხოვრობდა კიდევ 30 წელი ამის შემდეგ. მაგრამ რეალურად ის მოკვდა იმ დღეს, როდესაც გადაწყვიტა ჩუმობა. როდესაც გადაწყვიტა, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სიმართლე. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ენდობით სრულიად. ადამიანი, რომელიც იბრძოდა თქვენს გვერდით, რომელიც იზიარებდა თქვენს იდეებს, რომელიც გპირდებოდათ ერთგულებას სიკვდილამდე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი გიღალატებთ. არა მტრის სასარგებლოდ, არამედ საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ. ასე მოხდა 1991 წლის ბოლოს. ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, გახდნენ ერთმანეთის მტრები. არა იდეების გამო, არამედ ფულის გამო. და ამ ღალატმა დაჯდა საქართველოს ყველაზე ძვირად. 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც ომი თბილისში მწვერვალს მიაღწია, მოხდა რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა, რომელიც იყო ახლოს სიგუასთან, კიტოვანთან და იოსელიანთან, მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენდა მის სიცოცხლეს, მაგრამ გაანადგურებდა მის რეპუტაციას. ის გადაწყვიტა ლაპარაკი. ლაპარაკი იმაზე, რაც რეალურად ხდებოდა. ლაპარაკი იმაზე, სად მიდიოდა ფული. ლაპარაკი იმაზე, ვინ იყო პასუხისმგებელი. ეს ადამიანი, რომლის სახელს ჩვენ ვერ დავასახელებთ მისი უსაფრთხოების მიზეზების გამო, შეხვდა ჟურნალისტს. ერთ-ერთ იმ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა გამოეძიებინა სიმართლე. შეხვედრა მოხდა საიდუმლო ადგილას, ღამის საათებში. ჟურნალისტი იხსენებს, ის იყო შეშინებული. ის მუდმივად უყურებდა კარს, მუდმივად ამოწმებდა, არ მოსულიყო თუ არა ვიღაც. ის მითხრა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომელიც შეცვლის ყველაფერს. მაგრამ ის ასევე მითხრა, რომ თუ ეს ინფორმაცია გახდება საჯარო, მას მოკლავენ. არა, შესაძლოა მოკლავენ, აუცილებლად მოკლავენ, რა იყო ეს ინფორმაცია. ჟურნალისტი აგრძელებს, ის მითხრა, რომ ოქროს გადატანა არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მომზადდა რამდენიმე თვით ადრე. სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა იცოდნენ, რომ მოვა ომი. ისინი იცოდნენ, რომ გამსახურდია დაემხობა. და ისინი გადაწყვიტეს გამოიყენონ ეს ქაოსი. გამოიყენონ იმისთვის, რომ აიღონ ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ოქრო იყო მხოლოდ დასაწყისი. მათ ასევე აიღეს ვალუტა, აიღეს ძვირფასი ქვები, აიღეს ყველაფერი, რაც ინახებოდა სახელმწიფო საწყობებში. და ყველაფერი ეს გაიყიდა. გაიყიდა საზღვარგარეთ, გაიყიდა ფულად, რომელიც გაიყო მათ შორის, მაგრამ როგორ შეეძლოთ მათ ეს? როგორ შეეძლოთ ასეთი მასშტაბური ოპერაციის ორგანიზება? ჟურნალისტი ამბობს, ის მითხრა, რომ მათ ჰქონდათ ადამიანები ყველგან. ბანკებში, საბაჟოზე, საზღვარზე, პოლიციაში, სამხედროში. ყველა, ვინც უნდა შეეჩერებინა ეს იყო ან მათი ადამიანი, ან იყო მოსყიდული, ან იყო შეშინებული. ისინი შექმნეს სრულყოფილი სისტემა. სისტემა, რომელშიც ყველა იცოდა თავისი როლი. და ყველა იღებდა თავის წილს. პატარა წილს, მაგრამ საკმარის იმისთვის, რომ ჩუმად ყოფილიყო. ეს არის ყველაზე საშინელი ნაწილი ამ ისტორიისა. ეს არ იყო მხოლოდ სამი კაცის დანაშაული. ეს იყო მთელი სისტემის დანაშაული. სისტემის, რომელშიც ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი იყო ჩართული. ზოგი იცოდა ყველაფერს, ზოგი იცოდა ნაწილობრივ, ზოგი უბრალოდ ასრულებდა ბრძანებებს. მაგრამ ყველა მათგანი იყო თანამონაწილე. ყველა მათგანი ეხმარებოდა იმას, რომ მოეპარათ საქართველო. ჟურნალისტმა სცადა გამოექვეყნებინა ეს ინფორმაცია. მან დაწერა სტატია, სადაც დეტალურად აღწერა ყველაფერი, რაც გაიგო. მაგრამ სტატია არასოდეს გამოქვეყნდა, გაზეთის რედაქტორმა მითხრა, რომ ეს არის ძალიან საშიში. რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება. რომ ჩვენ შეიძლება დავისაჯოთ ცილისწამებისთვის. მაგრამ მე ვიცოდი რეალური მიზეზი, მას ემუქრებოდნენ. ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს სტატია გამოვიდოდა, გაზეთი დაიხურებოდა. და არა მხოლოდ გაზეთი, ის თავად იქნებოდა საფრთხეში. ჟურნალისტმა შეინახა სტატია. შეინახა 30 წლის განმავლობაში. და ახლა, პირველად ის ამბობს დროა, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე. მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანთან, რომელმაც მას მისცა ეს ინფორმაცია? ჟურნალისტი ჩუმდება.
შემდეგ ამბობს ის გაქრა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი შეხვედრის შემდეგ ის უბრალოდ გაქრა. მისი ოჯახმა განაცხადა პოლიციაში. პოლიციამ ჩაატარა გამოძიება. მაგრამ არაფერი იპოვეს. არანაირი კვალი, არანაირი მტკიცებულება, არაფერი. ის უბრალოდ გაქრა, თითქოს არასოდეს არ არსებულა. და მე ვიცი, ის არ გაქრა. მას მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ მან ისაუბრა. მოკლეს იმისთვის, რომ სხვებს ეჩვენებინათ, ეს არის ის, რაც ხდება, როდესაც ღალატობ. წარმოიდგინეთ საწყობის სავსე ყუთებით. ყუთები, რომლებშიც ინახება დოკუმენტები, ფოტოები, აუდიო ჩანაწერები, ყველაფერი, რაც ადასტურებს ყველაზე დიდ ქურდობას საქართველოს ისტორიაში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ ღამეს ეს საწყობი იწვის. ცეცხლი ანადგურებს ყველაფერს. ოფიციალურად ეს არის უბედური შემთხვევა. მაგრამ რეალურად 1992 წლის მაისის 27 დღეს ზუსტად ასე მოხდა. საწყობი, სადაც ინახებოდა ყველა დოკუმენტი ცენტრალური ბანკის ოპერაციების შესახებ, დაიცვა მთლიანად. 3 საათის განმავლობაში ცეცხლმა გაანადგურა ყველაფერი. მეხანძრეები ამბობენ, რომ ეს იყო ხანძარი, რომელიც დაიწყო ელექტროგაუმართავობის გამო. მაგრამ ვინ დააწესა ეს ელექტროგაუმართავობა? ვინ იყო ბოლო ადამიანი, რომელიც იყო საწყობში იმ ღამეს? და რატომ მომდევნო დღეს ორი მეხანძრე, რომლებიც პირველები მივიდნენ ადგილზე, წავიდნენ ქვეყნიდან და არასოდეს დაბრუნებულან? ყოფილი მეხანძრე, რომელიც იმ ღამეს მუშაობდა, ახლა ცხოვრობს უკრაინაში. ის საუბრობს ტელეფონით, ხმა შეშფოთებული აქვს დღემდე. როდესაც ჩვენ მივედით ადგილზე, ცეცხლი უკვე იყო ყველგან. მაგრამ რაღაც არ იყო სწორი. ჩვეულებრივ ხანძარი იწყება ერთ წერტილში და ვრცელდება. ეს ხანძარი იყო ერთდროულად რამდენიმე ადგილას. თითქოს ვიღაცამ სპეციალურად დააწესა ცეცხლი სხვადასხვა წერტილში. ჩვენ ვეცადეთ ჩავკრობოდით, მაგრამ კარი იყო ჩაკეტილი შიგნიდან. როგორ შეიძლება კარი იყოს ჩაკეტილი შიგნიდან, თუ შენობაში არავინ არის? ჩვენ გავტეხეთ კარი. და როდესაც შევედით, ვიპოვეთ რაღაც, რაც არასოდეს არ უნდა გვეპოვა. რა იპოვეს მათ? მეხანძრე აგრძელებს, ჩვენ ვიპოვეთ ცარიელი ლითონის ავზები. ავზები, რომლებიც გამოიყენება ქიმიური ნივთიერებების შესანახად. ისინი იყო ცარიელი, მაგრამ ჯერ კიდევ იყო სუნი. სუნი, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, ძალიან სპეციფიკური. ეს იყო ბენზინის სუნი, შერეული რაღაც ქიმიურ ნივთიერებასთან. ჩვენ დავიჭირეთ ეს ავზები. ჩვენ მივიტანეთ ისინი ჩვენს უფროსთან. და ჩვენს უფროსმა მითხრა, დაივიწყეთ ეს. დაივიწყეთ, რომ ოდესმე ნახეთ ეს. თუ ვიღაცას ეტყვით, თქვენ გექნებათ პრობლემები. დიდი პრობლემები, მაგრამ მეხანძრემ არ დაივიწყა. ის ინახავდა ფოტოებს. ფოტოებს, რომლებიც გადაიღო იმ ღამეს თავისი პირადი კამერით. ფოტოებზე ჩანს ის ავზები, ჩანს დამწვარი დოკუმენტების ნაშთები, ჩანს რაღაც, რაც ჰგავს ლითონის სეიფს, რომელიც იყო გახსნილი ძალით. ეს სეიფი არ გაიხსნა ცეცხლის გამო. ეს გაიხსნა სპეციალური ინსტრუმენტით. ვიღაცამ გახსნა ეს სეიფი ხანძრამდე. აიღო ის, რაც სჭირდებოდა. და შემდეგ დააწესა ცეცხლი, რომ წაიშალა ყველა კვალი, მაგრამ რა იყო იმ სეიფში? რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა დაეწვა მთელი შენობა? ყოფილი ბანკის თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა იმ საწყობში, იცის პასუხი. იმ სეიფში ინახებოდა ორიგინალი დოკუმენტები ოქროს გადატანის შესახებ. დოკუმენტები, რომლებზეც იყო ხელმოწერები. ხელმოწერები იმ ადამიანების, რომლებიც ბრძანებდნენ გადატანას. ხელმოწერები იმ ადამიანების, რომლებიც ხებულობდნენ ოქროს. ხელმოწერები იმ ადამიანების, რომლებიც ყიდდნენ ოქროს. ეს იყო სრული ჯაჭვი. ჯაჭვი, რომელიც აკავშირებდა ყველას, სიგუას, კიტოვანს, იოსელიანს და კიდევ ათეულ სხვა ადამიანს. თუ ეს დოკუმენტები გადარჩებოდა, ყველა მათგანი იქნებოდა ციხეში. ყველა მათგანი იქნებოდა დასჯილი. მაგრამ დოკუმენტები არ გადარჩა. და ამიტომ არავინ არ დასჯილა. ხანძრის შემდეგ ჩატარდა გამოძიება. ოფიციალური გამოძიება, რომელმაც დაასკვნა, ეს იყო უბედური შემთხვევა. ელექტროგაუმართავობა, რომელმაც გამოიწვია ხანძარი. არავინ არ იყო დამნაშავე, არავინ არ იყო პასუხისმგებელი. მაგრამ გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე, ახლა ამბობს სხვა ისტორიას. მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. მე ვიცოდი, რომ ეს იყო განზრახ გაკეთებული.
მაგრამ როდესაც მე შევეცა და გამომეძიებინა უფრო ღრმად, მე მითხრეს შეაჩერე. მითხრეს ჩემი უფროსებისგან, მითხრეს ადამიანებისგან, რომლებსაც ჰქონდათ ძალა. მითხრეს, რომ თუ გავაგრძელებდი, მე დავკარგავდი არა მხოლოდ სამსახურს, არამედ ბევრად მეტს. და მე შევაჩერე. რადგან მე მქონდა ოჯახი. რადგან მე მინდოდა ცოცხალი დარჩენა. ეს არის ის, როგორ იმუშავა სისტემა. არა ძალით, არამედ შიშით. არა იარაღით, არამედ მუქარით. ყველა, ვინც ცდილობდა გამოეძიებინა სიმართლე, აჩერდებოდა. აჩერდებოდა იმიტომ, რომ ეშინოდა. ეშინოდა საკუთარი სიცოცხლისთვის, ეშინოდა ოჯახისთვის, ეშინოდა მომავლისთვის. და ამ შიშმა შექმნა სრულყოფილი იმპუნიტეტი. იმპუნიტეტი იმათთვის, ვინც მოიპარა საქართველო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი. იცოდნენ, სად არის ოქრო, იცოდნენ, ვინ აიღო ის, იცოდნენ, სად გაიყიდა, იცოდნენ, ვის ჯიბეში შევიდა ფული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, ან ინახავთ ამ საიდუმლოს და ცხოვრობთ, ან ამბობთ სიმართლეს და კვდებით. რას აირჩევდით? 1992 წლის გაზაფხულზე, ზუსტად ეს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ 12 ადამიანს. ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაწილი შიდა წრისა. წრისა, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ყველაზე დიდ ქურდობას. ზოგმა აირჩია სიჩუმე. ზოგმა აირჩია გაქცევა. ზოგმა აირჩია სიკვდილი. მაგრამ ერთმა აირჩია რაღაც სხვა. ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ როგორც მოწმე ნომერი 7, იყო ნაწილი ოპერაციის დასაწყისიდან. ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც დაგეგმა ოქროს გადატანა. ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ორგანიზება გაუკეთა გაყიდვას. ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მიიღო თავისი წილი. მაგრამ რაღაც შეიცვალა. რაღაც მას აიძულა გადაეხედა თავის არჩევანს. და ის გადაწყვიტა ლაპარაკი. არა საჯაროდ, არა ჟურნალისტებთან, არამედ ერთ ადამიანთან. ადამიანთან, რომელსაც ენდობოდა. ადამიანთან, რომელიც დაპირდა, რომ დაიცავდა მის საიდუმლოს. ეს ადამიანი, იურისტი, რომელიც მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, იხსენებს პირველ შეხვედრას. ის მოვიდა ჩემთან 1992 წლის ივნისში. ის იყო ნერვული, შეშინებული, მაგრამ გადაწყვეტილი. ის მითხრა, რომ მას აქვს ინფორმაცია, რომელიც შეცვლის საქართველოს ისტორიას. მაგრამ ის ასევე მითხრა, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გახდეს საჯარო ახლა. რადგან თუ ის გახდება საჯარო, ბევრი ადამიანი მოკვდება. არა მხოლოდ ის, არამედ მისი ოჯახი, მისი მეგობრები, ყველა, ვინც დაკავშირებულია მასთან. ის მითხრა, მე მინდა, რომ ეს ინფორმაცია შენახული იყოს. შენახული უსაფრთხო ადგილას. და თუ მე რამე მომხდება, მაშინ ეს ინფორმაცია უნდა გახდეს საჯარო. რა იყო ეს ინფორმაცია? იურისტი აგრძელებს, ის მომცა დოკუმენტების პაკეტს. დიდ ყავისფერ კონვერტს, რომელიც იყო დალუქული. ის მითხრა, არ გახსნა ეს ახლა. გახსენ მხოლოდ მაშინ, როდესაც გაიგებ, რომ მე აღარ ვარ. მე დავპირდი. მე აღვიღე ეს კონვერტი და ჩავდე უსაფრთხო ადგილას. და 30 წლის განმავლობაში მე არ გამიხსნია ის. არ გამიხსნია იმიტომ, რომ ის ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალია. ჯერ კიდევ ცხოვრობს საქართველოში. ჯერ კიდევ ინახავს თავის საიდუმლოს. მაგრამ ის მითხრა, როდესაც მე მოვკვდები, გახსენ კონვერტი. და მაშინ ხალხი გაიგებს სიმართლეს, მაგრამ რატომ უნდა ველოდოთ? რატომ არ უნდა გახსნას ეს კონვერტი ახლა? იურისტი ხსნის, რადგან იმ კონვერტში არის არა მხოლოდ დოკუმენტები. არის სახელები. სახელები ადამიანების, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან. ადამიანების, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ძალა. ადამიანების, რომლებიც არ გაჩერდებიან არაფრის წინაშე, რომ დაიცვან თავიანთი საიდუმლოებები. თუ ეს სახელები გახდება საჯარო ახლა, ეს იქნება არა მხოლოდ სკანდალი. ეს იქნება სისხლისღვრა. რადგან ეს ადამიანები არ დაუშვებენ, რომ მათი რეპუტაცია განადგურდეს. ისინი მოკლავენ ყველას, ვინც იცის. მოკლავენ ყველას, ვინც ამბობს. მოკლავენ ყველას, ვინც ცდილობს გამოაშკარავოს სიმართლეს. ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. რეალობა, სადაც სიმართლე არის საშიში. რეალობა, სადაც ადამიანები, რომლებმაც მოიპარეს ქვეყანა, ჯერ კიდევ ცხოვრობენ თავისუფლად. ჯერ კიდევ აქვთ ძალა, ჯერ კიდევ აქვთ ფული, ჯერ კიდევ აქვთ გავლენა. და ისინი იყენებენ ამ ძალას, რომ დაიცვან თავიანთი საიდუმლოებები. დაიცვან ნებისმიერი ფასით.
მაგრამ იურისტი ამბობს, დრო მოდის. ის ადამიანი, რომელმაც მომცა ეს კონვერტი, ახლა არის 90 წლის. ის არ იცოცხლებს დიდხანს. და როდესაც ის მოკვდება, მე გავხსნი კონვერტს. გავხსნი და გავაჯაროებ ყველაფერს, რაც იქ არის. ყველა დოკუმენტს, ყველა სახელს, ყველა ფაქტს. და მაშინ, საბოლოოდ, საქართველო გაიგებს სიმართლეს. გაიგებს, ვინ მოიპარა მათი ქვეყანა. გაიგებს, სად წავიდა მათი ოქრო. გაიგებს, რატომ ისინი იდგნენ რიგებში პურისთვის, სანამ ვიღაცები ავსებდნენ თავიანთ ბანკის ანგარიშებს საზღვარგარეთ. პირველად 30 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი თენგიზ კიტოვანის პირად უსაფრთხოებაზე, თანახმა ლაპარაკზე კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს ბოლო კვირების შესახებ, როდესაც ოქრო გადაჰქონდათ, როდესაც დოკუმენტები ანადგურდებოდა, როდესაც მოწმეები ქრებოდნენ, ეს ყველაფერი შეცვლის თქვენს წარმოდგენას იმის შესახებ, რაც რეალურად მოხდა. პირადი საუბრები კიტოვანსა და სიგუას შორის საიდუმლო შეხვედრები უცხოელ ბიზნესმენებთან მომენტი, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა, ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც დაგიტოვებთ სუნთქვის გარეშე. ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ როგორც ყოფილი გვარდიელი, მსახურობდა კიტოვანთან 1991 წლის ნოემბრიდან 1992 წლის მარტამდე. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც ყოველთვის იყვნენ კიტოვანის გვერდით. ის ესწრებოდა შეხვედრებს, ის ისმენდა საუბრებს, ის ხედავდა ყველაფერს. და ახლა, პირველად ის ამბობს, მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე. მე ვინახე ეს საიდუმლოება 30 წლის განმავლობაში. ვინახე იმიტომ, რომ მეშინოდა. მეშინოდა საკუთარი სიცოცხლისთვის, მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის. მაგრამ ახლა მე ვარ მოხუცი. მე მაქვს 7 წელი. და მე არ მინდა მოვკვდე ამ საიდუმლოებით. მე მინდა, რომ ხალხმა იცოდეს, რა რეალურად მოხდა, ის იწყებს თავისი ისტორიის მოყოლას დეკემბრის 21 დღიდან. იმ დღეს, კიტოვანმა შეკრიბა ჩვენ, მისი ყველაზე ახლო ადამიანები. ჩვენ ვიყავით 10 კაცი. ის გითხრა, ხვალ იწყება ოპერაცია. ოპერაცია, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ის გითხრა, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ცენტრალურ ბანკში. უნდა აიღოთ ის, რაც იქ არის. და უნდა გადაიტანოთ უსაფრთხო ადგილას. ის არ გითხრა, რა იყო ეს ის. ის არ გითხრა, სად იყო უსაფრთხო ადგილი. ის მხოლოდ გითხრა, თუ ვიღაცას ექნება კითხვა, ის მოკვდება. და ჩვენ დავჯერეთ მას. რადგან ჩვენ ვიცოდით, ის არ იყო ცარიელი მუქარა, დეკემბრის 22 დღეს, ღამის 2 საათზე, ეს 10 კაცი შევიდნენ ცენტრალურ ბანკში. ჩვენ გვქონდა სპეციალური გასაღებები. გასაღებები, რომლებიც გვაძლევდა წვდომას ყველა სეიფზე. ჩვენ გავხსენით სეიფები და ვიპოვეთ. მე არასოდეს არ მინახავს ასეთი რამ. ოქრო. ბევრი ოქრო. ზოლები, მონეტები, ძვირფასი ქვები. და ვალუტა. დოლარები, მარკები, ფრანკები. ყველაფერი ეს იყო იქ სეიფებში. და ჩვენ დავიწყეთ მისი გატანა. ჩვენ მუშაობდით 4 საათის განმავლობაში. ჩვენ ავსებდით ჩანთებს, ავსებდით ყუთებს, ავსებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო. და როდესაც დავასრულეთ, ჩვენ გავიტანეთ ყველაფერი. გავიტანეთ 3 სატვირთო მანქანით, სად წავიდნენ ეს მანქანები. ჩვენ წავედით ერთ ადგილას, რომელიც იყო თბილისის გარეთ. ერთ ძველ სამხედრო ბაზაზე, რომელიც იყო მიტოვებული. იქ იყო ბუნკერი. დიდი ბეტონის ბუნკერი, რომელიც აშენდა საბჭოთა დროს. ჩვენ ჩავიდეთ ამ ბუნკერში და დავდეთ ყველაფერი იქ. დავდეთ ოქრო, დავდეთ ვალუტა, დავდეთ ყველაფერი. და შემდეგ კიტოვანმა გითხრა, ახლა თქვენ დაივიწყებთ ამას. დაივიწყებთ, რომ ოდესმე იყავით აქ. დაივიწყებთ, რომ ოდესმე ნახეთ ეს. რადგან თუ ვიღაცას ეთყვით, თქვენ და თქვენი ოჯახები მოკვდებით. და ჩვენ დავივიწყეთ. ან მაინც ვცადეთ დაგვევიწყებინა, მაგრამ რა მოხდა იმ ოქროსთან? რამდენიმე კვირის შემდეგ, კიტოვანმა კვლავ შეგვიკრიბა. ის გითხრა, რომ ოქრო გაიყიდა. გაიყიდა უცხოელ მყიდველებთან. ის არ გითხრა ვის, ის არ გითხრა რა ფასად. ის მხოლოდ გითხრა, რომ ოპერაცია წარმატებული იყო. და რომ ჩვენ თითოეულს მივიღებდით ჩვენს წილს. და ჩვენ მივიღეთ. თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო $10,000. $10,000 იმ დროს იყო უზარმაზარი თანხა. ეს იყო 2 წლის ხელფასი. და ჩვენ აიღეთ ეს ფული და ჩუმად. ვიყავით.
რადგან ჩვენ ვიცოდით, ეს იყო ფასი ჩვენი ჩუმობისთვის, ყოფილი გვარდიელი აგრძელებს, მაგრამ $10,000 იყო არაფერი იმასთან შედარებით, რაც მიიღეს კიტოვანმა, სიგუამ და იოსელიანმა. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი მიიღეს მილიონებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ისინი გახდნენ უმდიდრესი ადამიანები საქართველოში. მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვეძლო. ჩვენ ვიყავით მხოლოდ აღმასრულებლები. ჩვენ ვიყავით მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ ბინძურ საქმეს. და ჩვენ ვიცოდით, თუ ჩვენ ვიტყოდით რამეს, ჩვენ მოვკვდებოდით. ისევე როგორც მოვკვდნენ სხვები, რომლებმაც სცადეს ლაპარაკი, ვინ იყვნენ ეს სხვები? იყო ერთი კაცი ჩვენს ჯგუფში. მისი სახელი იყო გიორგი. ის იყო ახალგაზრდა 30 წლის. ის ჰქონდა ცოლი და პატარა ბავშვი. რამდენიმე თვის შემდეგ ოპერაციის შემდეგ ის დაიწყო ლაპარაკი. ის ამბობდა თავის მეგობრებს, რომ მან იცოდა რაღაც. რომ მან ნახა რაღაც. რომ მას შეეძლო გამდიდრება, თუ ის გამოაშკარავებდა ამას. ჩვენ გავაფრთხილეთ ის. გვითხრა გიორგი, ჩუმად იყავი. ეს არის საშიში. მაგრამ ის არ მოისმინა. და ერთ დღეს ის გაქრა. მისი ცოლმა განაცხადა პოლიციაში. პოლიციამ ჩაატარა გამოძიება. მაგრამ არაფერი იპოვეს. 2 კვირის შემდეგ მისი სხეული იპოვეს მდინარეში. ოფიციალურად ეს იყო თვითმკვლელობა. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცოდით, ეს არ იყო თვითმკვლელობა. ეს იყო გაფრთხილება. გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ფიქრობდა ლაპარაკზე.